რამდენიმე ტენდენციას შეიძლება საუბარი. პირველი ეს არის თავად რეგიონების მეტნაკლები იგნორირება და იქ მიმდინარე ამბების იგნორირება, თუ კი ეს ამბები არ შეეხება უშუალოდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. ამ რეგიონების უმეტეს ნაწილში ნეგატიურ კონტექსტში გაშუქება, ანუ ძირითადად ეს რეგიონები ქართული ტელემაყურებლების ეკრანებზე ხვდება იმ შემთხვევაში, თუ კი არის დაკავშირებული ომთან, მკვლელობასთან, ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა რეგიონებიდან გატაცებასთან, ოკუპაციასთან, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების რთულყოფა ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. ამის საპირისპიროდ შეგვიძლია ასევე ვნახოთ, რომ მაგალითად აფხაზეთის შემთხვევაში, როდესაც წარსულზე არის საუბარი, ხდება აფხაზეთის რომანტიზება და იქნება რაღაცა იდეალისტური წარმოდგენა, თითქოს აფხაზეთი იყო სამოთხე, რომელიც დაიკარგა და იქ არ ხდება რეალური ისტორიული მოვლენების ჩვენება, ანუ რა უძღოდა წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, ან თქვათ იგივე სამხრეთ ოსეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ასევე დროდადრო გვხვდება მაინც პრობლემური ტერმინოლოგია და დისკრიმინაციული გამონათქვამები, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე როგორც წესი არა თავად ჟურნალისტების, არამედ რესპონდენტების მხრიდან, ან როდესაც ჟურნალისტების მხრიდან არის, ეს უფრო მეტად მიემართებათ რუსებს და არა აფხაზებსა და ოსებს, რაც გაუმჯობესება არის თუ გავითვალისწინებთ წინა წლების გამოცდილებას, ასე რომ ვთქვათ, ბევრად ნაკლები არის ისეთ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენება, როგორიც არის მაგალითად აფსუები აფხაზებთან მიმართებაში, რაც ხშირი იყო ხოლმე მედიაში.